გამარჯობა, მე ბექა მუხიგული ვარ და ეს არის პოდკასტი Aces. ამ პოდკასტის გადაღებაში დაგვეხმარა სტუდიო Lane, რომელზეც უფრო მეც გადაცემის ბოლოს ვილაპარაკი. გუშინ იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალი და კვარა ისევ ჩემპიონია. გილოცავთ. ჩემი აზრით, ამ სეზონში რაც ვნახეთ, უკვე ეს ბიჭი ოქროს ბურთის ღირსია. კვარასნაირი ჩემპიონები ასევე მინდა ყვავდეს პოკერშიც. როგორც იცით, მიდის მსოფლიო ჩემპიონატი პოკერში და გადაცემის მიმდინარეობისას თვალს გადავავლებ რა ხდება ვეგასში. იმედია, ქართულ ჩემპიონს პოკერშიც მალე ვიხილავთ. ეს არის გადაცემა Aces და ვლაპარაკობთ პოკერზე და მხოლოდ პოკერზე. რატომ ხდება პოკერი ასეთი პოპულარული? ჩემი აზრით მიზეზი მარტივია. მისი თამაში წესების დონეზე საოცრად ადვილი სასწაულია. დურაკაზე მარტივიც კია, სულ რაღაც 10 კომბინაციაა, რომელიც ერთმანეთს უგებს. თუმცა, როგორც კი სიღრმეებში შედიხარ, პოკერი ჭადრაგზე რთული ხდება, რადგან აქ უამრავი მათემატიკური და ფსიქოლოგიური ცვლადი შემოდის. თუმცა 2000-იანების დასაწყისში პოკერი ფართო მასებისთვის მაინც მიუწვდომელ ჩაკეტილ სამყაროდ რჩებოდა. ისტორიულად, პოკერის გლობალური პოპულარობა და ნამდვილი მსოფლიო ბუმი 2003 წლიდან იწყება. რა მოხდა ასეთი 2003 წელს, რამაც მილიონობით ადამიანს პოკერის თამაში დააწყებინა. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიქმნა მსოფლიო ჩემპიონატი პოკერში, როგორ იზრდებოდა ბენი ბინიონის იდეა. WSOP-ის გაზდაში და მსოფლიო ჩემპიონატად ქცევაში ბენის თელ ამ გზაზე ეხმარებოდა მისი შვილი ჯეკ ბინიონი. სწორედ ჯეკმა დაინახა, რომ პოკერს ჰქონდა პოტენციალი გამხდარიყო გლობალური შოუ. მან გაზარდა ტურნირების მასშტაბები, მოიზიდა მეტი ხალხი და ვეგასი ნამდვილ პოკერის მექად აქცია. მაგრამ 2000-იანების დასაწყისში მსოფლიო ჩემპიონატი პოკერში ისევ კაზინოს რეგულარებისა და ვიწრო წრის საქმეთ რჩებოდა. ჩვეულებრივ ადამიანს ეგონა, რომ ლას-ვეგასში ჩასვლა და ამ ხალხის დამარცხება უბრალოდ ფანტასტიკის სფერო იყო. იმ პერიოდში პოკერი საერთოდ სხვანაირი იყო. არ არსებობდა TikTok-ი, Twitch-ი, YouTube-ი. ონლაინ პოკერი ახალი ხილი იყო. სწორედ ამ დროს ჩნდება კრის მანი მეიკერი. ჯერ მარტო გვარი ჟღერს ისე თითქოს გამოგონილია. კრის ფულის მკეთებელი. სხვათა შორის ბევრს გონია, რომ ეს გამოგონილი ფსევდონიმია, მაგრამ ესე არ არის. ეს მისი ნამდვილი გვარია, რომელიც მის გერმანელ წინაპრებს მონეტების მოჭრის გამო დაარქვეს. კრის იყო 27 წლის, ცხოვრობდა ტენესში და მუშაობდა ჩვეულებრივ ბუღალტერად. არანაირი სპონსორი, არანაირი მაღალი ლიმიტები, უბრალოდ თავისუფალ დროს კითხულობდა პოკერზე წიგნებს და თავის ზალებს ონლაინში ცდიდა. იმ დროს პოპულარული იყო ეგრეთ წოდებული სატელიტები. ვინც არ იცით, ეს არის შესარჩევი ტურნირი, სადაც ძალიან დაბალ ბაინით შეგიძლია მოიგოთ ძვირადღირებული ტურნირის ბილეთი. კრისმა ითამაშა სწორედ ასეთი $86 სატელიტი, მოიგო ის და მიიღო პოკერის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის WSOP-ის main event-ის $10,000 ბილეთი. 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ივენტზე 829 მოთამაშე დარეგისტრირდა. მსოფლიოს უდიდესი ლეგენდები მაგიდებთან ისხდნენ და მათ შორის იყო ერთი სრულიად უცნობი ბუღალტერი კრის მანი მეიკერი. თავიდან ყურადღებას არავინ აქცევდა, მაგრამ კრისმა დაიწყო წინსვლა. ის თამაშობდა აგრესიულად, უშიშრად, ფსიქოლოგიურადაც არ ტყდებოდა. კრისმა ისე ითამაშა მთელი ტურნირი, რომ როცა ფინალური მაგიდა შეიკრა, ის უკვე ჩიპლიდერი იყო. ფინალურ მაგიდაზე ასევე იჯდნენ ლას-ვეგასის ოლდსკულის მოთამაშეები, ჩემპიონები, რეგულარები. მაგიდა ასე გამოიყურებოდა. კრის მანი მეიკერი, ამირ ვაჰედი, სემ ფარჰა, ტომ ბენევისტი, დევიდ სინგერი, ჯეისონ ლესტერი, დენ ჰერინგტონი, იანგ პაკი და დევიდ გრეი. ფინალურ მაგიდაზე ფავორიტებად ითვლებოდა სემ ფარჰა და დენ ჰერინგტონი. სემ ფარჰა მაშინ ყველაზე გამოცდილი და საშიშ მოთამაშედ ითვლებოდა, ხოლო დენ ჰერინგტონი იმ დროისთვის უკვე პოკერის ლეგენდა იყო. მას უკვე ჰქონდა მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი 1995 წელს. ერთ-ერთ ფავორიტად ასევე ითვლებოდა ამირ ვაჰედი, ძალიან ქარიზმატული და აგრესიული მოთამაშე. ის ფანებს განსაკუთრებით უყვარდათ. მოკლედ, კრისი ჩიპლიდერობის მიუხედავად მაინც არ ითვლებოდა ფავორიტი. ფინალური მაგიდა ძალიან დაძაბულად დაიწყო.
საწყის ეტაპზე კრისი თამაშობდა აგრესიულად, იყენებდა თავის ჩიპლიდერობას და წნეხში აქცევდა სხვა მოთამაშეებს. მაგიდიდან მალე გავარდნენ დევიდ გრეი და იონგ პაკი. მაგიდა უფრო და უფრო იკუმშებოდა. მანიმეიკერმა ბოლოს გააგდო ჯეისონ ლესტერი. გათამაშება ასეთი იყო. 4 კაცია დარჩენილი, მანიმეიკერი იხსნება თავის დამა ვალეტით, სენფარჰა ყრის და სმოლიდან ჯეისონ ლესტერი ტუს დამა გულით აკეთებს მესამე ბეტს. ბიგ ბლაინდზე ჰარლინგტონი ფოლდავს. მანიმეიკერი ასწორებს მესამე ბეტს და ფლოპზე მოდის 8-იან, 9-იან, 10-იანი და ლესტერი აკეთებს all-ins. მანიმეიკერი რა თქმა უნდა კოლავს. სტრიტი ყავს ხელის. თერმა და რივერმა არაფერი შეცვალა და ჯეისონ ლესტერი ტურნირს დაემშვიდობა. მაგიდაზე დარჩნენ 3, კრის მანიმეიკერი და 2 ფავორიტი, ჰარინგტონი და ფარჰა. ამის შემდეგ ტურნირს გამოეთიშა პოკერის ლეგენდა დენ ჰარინგტონი. სხვათა შორის დენმა თავის წიგნში ანალიზი გაუკეთა ამ ფინალის ერთ-ერთ ხელს. თან ძალიან კარგად. რომელიმე ეპიზოდში აუცილებლად მოვიტან და გავაანალიზებ ამ ხელს. მაშინდელ პროფესიონალის ხედვას შევადაროთ თანამედროვე GTO სტრატეგია. ასე მივიდნენ heads-up-მდე. ერთ მხარეს ლას-ვეგასის ძველი სკოლა და მეორე მხარეს ახალი ონლაინ პოკერის ეპოქა. heads-up-ი დაძაბულად დაიწყო. ფავორიტად კვლავ ფარჰა ითვლებოდა, მაგრამ გადამწყვეტი ერთი ხელი აღმოჩნდა, სადაც კრისმა ცივსისხლიანად გაბლეფა ფარჰა და დაამტკიცა, რომ ახალი ეპოქის პოკერი მუშაობს. 2003 წლის 23 მაისს კრის მანიმეიკერმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და სახლში $2,500,000 წაიღო. იმ ღამეს შეიცვალა მთლიანად პოკერის მომავალი. დაიბადა მანიმეიკერის ეფექტი. მილიონობით ადამიანმა ტელევიზორში ეს რომ ნახა, დაიჯერა თუ ამ უცნობმა ბუღალტერმა $86 ტესტ შეძლო, მეც შემიძლია. ონლაინ პოკერი მომენტალურად აფეთქდა. პოკერსტარი და სხვა პოკერ საიტები გიგანტებად იქცნენ. შედარებისთვის 2003 წელს main event-ზე თუ 829 კაცი თამაშობდა, 2004 წელს 2576 გახდა. ხოლო 2006 წელს 8773 მოთამაშემდე ავიდა. მაგრამ ამ ისტორიას მეორე მხარეც აქვს. ხალხმა დაინახა მხოლოდ ამერიკული ოცნება და დაივიწყა პოკერის მკაცრი რეალობა. ვარიაცია, ბანკროლის მენეჯმენტი, ტილტი, ასე რომ გახსოვდეთ, პოკერში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ გრძელვადიანად მაინც თქვენი სწორი გადაწყვეტილებები იგებს. ზუსტად ახლა პოკერის სამყაროს ცენტრი კვლავ ლას-ვეგასია. 2026 წლის 26 მაისს ოფიციალურად აიღო სტარტი World Series of Poker-ის 47 სეზონმა. ტურნირები ტრადიციულად ფერის ლას-ვეგასში და Horseshoes კაზინოებში მიმდინარეობს. და პირველივე დღიდან იგრძნობა, რომ WSOP-მ გადაწყვიტა სრულიად ახალი ეპოქა დაიწყოს. აქცენტი გაკეთებულია მეტ გართობაზე, ხელმისაწვდომობასა და ფართო აუდიტორიაზე. მოდით თვალი გადავავლოთ, რას განიხილავდა მთელი პოკერ კომუნიტი ამ კვირაში. პირველივე დღეებში ორგანიზატორებმა ნამდვილი საჩუქარი გაუკეთეს მოყვარულ მოთამაშეებს და გახსნით ივენთად დაამატეს სრულიად ახალი ტურნირი $550-იანი mini mystery millions, რაც მიმოვიხილეთ წინა გადაცემაში. გახურებისთვის მშვენიერი ტურნირია. ეს არის შედარებით იაფი ბაინის, მაგრამ მასიური ფილდის მქონე ტურნირი, ანუ ბევრი მოთამაშით. საოცრად პოპულარული mystery bounty ფორმატი. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ორგანიზატორებს კარგად ესმით, რომ mystery bounty იმ მოთამაშეებს, რომელიც პოკერით უბრალოდ ერთობიან, ანუ რეკრეაციულ მოთამაშეებს გიჟივით იზიდავს. აშკარაა, რომ WSOP-ის მიზანმიმართულად ქმნის უფრო ფანურ და მსუბუქ ატმოსფეროს სერიის დასაწყისშივე. მეორე და ალბათ ყველაზე განხილვადი თემა ფორუმებსა და Twitter-ზე არის წესების მკაცრი ცვლილებები. WSOP-მა 2026 წელს შემოიღო ბევრად უფრო მკაცრი anti-collusion მექანიზმი, ანუ გარიგების საწინააღმდეგო მექანიზმი. და კიდევ დროის უაზროდ გაწელვისთვის მოთამაშეებს სერიოზულად დასჯიან. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშის დინამიკა უფრო აჩქარდება, რაც ნამდვილად კაია. ნამდვილი ბუმი მოყვა კომუნიტში დილერის რეიტინგების სისტემას. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოთამაშეებს შეუძლიათ მაგიდასთან შეაფასონ დილერის მუშაობა. ნაწილს ეს ძალიან მოეწონა, დილერის ხარისხი აიწევსო, მაგრამ მეორე ნაწილი უკვე ხუმრობს. ეს ყველაფერი Uber-ს დაემსგავსა. დილერები უკვე 5 ვარსკვლავს გვევედრებიან და მალე ალბათ კონდიციონერის ჩართვაზეც შეფასებას დაგვაწერინებენ. რა თქმა უნდა, პირველივე დღეების headline-ებში მოხვდა პოკერის ლეგენდა დენიელ ნეგრიანო. დენიელი
ძალიან ახლოს იყო თავის პირველ ქეშთან. 2026 წლის სერიაზე მეორე ივენტზე $5,000 no limit hold'emზე, მაგრამ ზუსტად ბაბლზე ხელის 2 ტუზით წააგო. ხელის 10-თან და ტურნირიდან გავარდა. მოწინააღმდეგემ სეტი დაიჭირა. 2026 წლის WSO main event-ის ჩვენება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ტრადიციული paywall, ანუ ფასიანი კედელი ნაწილობრივ ქრება. მთელი პოკერ კომუნიტი ამას საოცრად პოზიტიურად შეხვდა. რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს სოფლიო სერიას უფასოდ, მით მეტი ახალი მოთამაშე შემოვა ეკოსისტემაში. ეს გრძელვადიანად ყველასთვის, პროფესიონალებისთვისაც და რუმებისთვისაც მომგებიანია. და ბოლოს რევოლუცია წლის მოთამაშის მარათონში. WSOP მთლიანად შეცვალა ქულების სისტემა. თუ ადრე ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ ლას-ვეგასში წყდებოდა, ახლა ლიდერბორდში ოფიციალურად დაემატა WSOP ევროპა და WSOP Paradise. ეს ნიშნავს, რომ შეიქმნა ერთიანი გლობალური რეიტინგი. ტოპ გრაინდერებს აღარ ექნებათ ფუფუნება, რომ ვეგასის მერე დაისვენონ. მათ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოუწევთ ბრძოლა ამ პრესტიჟული ტიტულისთვის. დღევანდელი მოცემულობით პირველ ადგილზეა მარიუს კუზმანას, რომელმაც WSOP ევროპის main event-ი მოიგო. მეორე ადგილზეა შონ დიბი. სხვათა შორის ასკატში 64 ადგილზე არის ქართველიც თორნიკე ჭყონია. იმედია წლის ბოლომდე უფრო ზევით აიწევს. ვეგასში და ონლაინშიც ახლა ტურნირების და ბაუნტების ბუმია. მოდით პირდაპირ გადავიდეთ ჩემ კონკრეტულ ხელზე, რომელიც ზუსტად მისტერი ბაუნტის ფორმატის ტურნირში ვითამაშე. ახლა კი გადავიდეთ ჩემ ხელზე, რომელიც ვითამაშე GG Poker-ის პლატფორმაზე. ტურნირზე $100 მისტერი ბაუნტიზე, 2დღიან ივენტზე, 4 მილიონიანი გარანტიით. მათთვის, ვინც ამ ფორმატს კარგად არ იცნობთ, მოკლედ აგიხსნით რა არის მისტერი ბაუნტი. საპრიზო ფონდი შუაზე იყოფა, $2 მილიონი მიდის ჩვეულებრივ საპრიზო ზონაში, სადაც პოზიციების მიხედვით იგებ ფულს, ხოლო მეორე 2 მილიონი იდება სპეციალურ საიდუმლო კონვერტში. აქ GG-ზე საიდუმლო სკივრში. როგორც კი მეორე დღეს მოთამაშეს გააგდებთ, შენ იღებ უფლებას გახსნა კონვერტი, ანუ ამ შემთხვევაში სკივრი, სადაც შეიძლება იდოს $100 ან სულაც უზარმაზარი ტოპ ბაუნტი, მაგალითად $100,000 ან $200,000. ანუ შეგიძლია ტურნირზე შორს ვერც წახვიდე, მაგრამ ერთი კაცის გაგდებით იმდენი ფული მოიგო, რაც პირველ ადგილსაც შეხვდება. დავიწყოთ ხელის განხილვა. ტურნირის მეორე დღეა. ყველანი უკვე ფულში ვართ, ITM-ში ვართ, ბაუნტებზე ნადირობა დაწყებულია. მე მაქვს საკმაოდ სამუშაო სტეკი, 38 ბლაინდი. მაგიდაზე რაც შემიძლია ვთქვა, რომ 7 მაგიდა გარდა ერთი მოთამაშისა, ყავს ერთი აგრესიული ტიპი, UTG პოზიციაზე მჯდომი, El Chapo, რომელმაც აიკლო მაგიდა. სულ რეისს აკეთებს და წინააღმდეგობას მაგიდიდან არავინ არ უწევს. ის აკეთებს სტანდარტულ open race. მომდენო პოზიციაზე UTG პლუსზე მოთამაშე სიტაუჩია. მე ვზივარ შუა პოზიციაზე და ხელში მიჭირ 10-იან 9-იან ჯვარი. პოზიცია არ მომწონს, არც ხელი ითვლება მონსტრად, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს El Chapo 1000 ნაგვით იხსნება, იმიტომ რომ ბოლო 1.30 ხელია სულ იხსნება. წარმოუდგენელია სულ ხელი ყავდეს. და ვხედავთ, რომ მაგიდაზე არავინ ეწინააღმდეგება და დარწმუნებული ვარ, ჩემს მერე არავინ გააკეთებს მესამებად. ფლოპის ანახავად ამ 2 და 2 ბლაინდზე მეტი შესვლა არ დამჭირდება. თან ჩემს შემდეგ კიდევ ერთი მოთამაშე არის სითაუჩი. თან ამ კარტის პერსპექტივა აქვს პრეფლოპზე. მოკლედ აქ ამ ყველაფრის შეჯამებით მე ვქოლავ. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ, რამდენად სწორად ვთამაშობთ. ანუ თეორიულად რა, GTO სტრატეგიას რამდენად სწორად მივყვებით. ამიტომ დავიხმართ GTO Wizards, Solvers. მოდი აბა შევხედოთ, რას გვეუბნება Solution. Solver-ი გვეუბნება, რომ ამ სიტუაციაში 10-იან 9-იან ჯვრით 83%-ით ვართ call-ი. ანუ კოლის სწორი სვლა 83%-ში. მართალი გითხრათ, მე რომ ჩაპოს აგრესიაზე ინფორმაცია არ მქონოდა, სავარაუდოდ ამ კარტით აქ არ დავქოლავდი, ანუ 38 ბლაინდით, მაგრამ როგორც ხედავთ, თურმე GTO სტრატეგიით ყოფილა კოლი. ბანკში დაახლოებით 6.8 ბლაინდია და მოდის იდეალური ფლოპი. 3-იან ჯვარი, wallet ჯვარი, 5-იან ჯვარი. ანუ უკვე ფლეში ყავს, El Chapo აკეთებს ჩეკს. აქ ჩემი ლოგიკა ასეთია. უნდა დავდო იმ ხელა ბეთი, რომ ძალიან ბანკი არ გავბერო.
ჩაპო ძალიან დიდი რეინჯი აქვს, მაგრამ მის რეინჯში თავისუფლად შეიძლება იყოს ცალკეული მაღალი ჯვრებიც რა, ტუზი, მეფე ან ხალი ჯვარი. მე ვდებთ 2.5 ბლაინდს. ნახოთ რას ფიქრობს სოლვერი ამ ქუჩაზე. აქ სოლვერი გვეუბნება, რომ 50%-ში უნდა დავჩეკოთ და 59%-ში დავდოთ ძალიან პატარა ფსონი, 1.3 ბლაინდი. მე დავდე 2.5. აქ თეორიას ოდნავ აცვით, მაგრამ კვლავ ჩემ ლოგიკას დაუბრუნდები. სოლვერმა არ იცის, რომ ჩაპო გიჟივით თამაშობს. სოლვერს რომ ეყურებინა ამ კაცისთვის ბოლო 20 ხელის განმავლობაში ის ჩემნაირად 2.5 ბლაინდს დადებდა ნამდვილად. ჩაპო მიკეთებს აქ ქოლს. თერზე მოდის ორიან ჯვარი. ჩაპო ისევ ჩეკავს და ბანკი ხდება 11 big blind. ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი კარტია. პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ ჩაპო მანამდე ერთი მაღალი ჯვარი ჰყავდა, მაგალითად ტუზიან მეფე, მან უკვე მაღალი ფლეში ააწყო და მეორე, იმიტომ რომ თუ ჯვარი საერთოდ არ ყავს, ისეთ კარტებს როგორებიცაა ვალეტის წყვილი, ველიუს ვეღარ ამოუღებთ, ანუ ფულს ვეღარ მოუგებ. რადგან 4 ჯვრის დანახვაზე თითქმის ყველაფერს გადამიყრის. მე ვფიქრობ, რომ აქ ბეთის დადება შეცდომაა. რახელიც მიხდის, ჩემზე წინაა და რაც სუსტია, მაინც დამიყრის. ამიტომ ვირჩევ უსაფრთხო ხაზს და ვაკეთებ ჩეკს. მოდი ნახოთ, რას გვეუბნება GTO. აქ კი სოლვერს ავწდით ძალიან. GTO გვეუბნება, რომ 95%-ში აქ უნდა დავდოთ 2.3 ბლაინდი. აქ ჩეკი მოკლედ შეცდომაა. ჩემი აზრით, ჩეკი ბევრად უფრო დაცული და სტაბილურია აქ, ვიდრე რეიზი, როგორც წინაზე ავხსენი. მოკლედ, რაც მიიგებს, ის მიხდის და რაც ვერ მიიგებს, ის მიყრის. შესაბამისად, მგონია, რომ აქ ჩეკია. აქ 2.3 ბლაინდის გასulis აზრს ვერ ხვდები. მოკლედ აქ GTO-ს ძალიან ავწდით. რივერზე მოდის 8-იან გული, რომელმაც არაფერი არ შეცვალა და აი აქ ჩაპო თავად გამოდის მცირე ბეტს 3 ბლაინდს. ეგრეთ წოდებულ ბლოკ ბეტს, ანუ ცდილობს იაფად იყიდოს შოუდაუნი თავის სუსტი ხელის დასაცავად. მეორე მხრივ შეიძლება უბრალოდ გვაჩვენებს რომ ბლოკ ბეტია და აი მაგალითად ნაცით ხშირად ვაკეთებ ხოლმე ეგეთ ბლოკ ბეტს, რომ მოთამაშე მიფიქროს რომ უბრალოდ ეს ბლოკ ბეტია და ან მებლეფოს, ან გადმომარტყას უფრო დიდი და უფრო მეც წამოვიღებ. ჩემთვის ეს უმარტივესი ქოლია. აგრესიული მოთამაშე ძლიერი ფლეშით აქ არასდროს არ გამოვა 3 ბლაინდს. შეიძლება დაბალი ფლეში წყავს 7-იან ჯვარი, 8-იან ჯვარი, შეიძლება ყავდეს 6-იან ჯვარი, მაგრამ გადარტყმა მაინც არ მომწონს, რადგან ჩემზე უარესი კარტით რირეის არ დაქოლავს და თუ შემთხვევით ნაცი ყავს და ბლოკბეტს გამოდის იმიტომ რომ ჩვენ ვიფიქრობთ რომ ბლოკბეტია და გადავარტყათ, მერე all-in-ის თამაშიც მოგვიწევს. ამიტომ მგონია რომ ქოლი იდეალურია. მოდი ვკითხოთ თან სოლვერს, რას გვეუბნება. აქ სოლვერი გვეუბნება 100%-ით გვეთანხმება. ქოლი ერთადერთი სწორი სვლა არის, ნებისმიერი სხვა შეცდომა არის. საბოლოო ჯამში ამ ტურნირზე მე გავედი 729 ადგილზე და $609 შემხვდა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ხელი კარგად გავათამაშე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. მაინტერესებს თქვენი ვერსიებიც. დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ რომელ ქუჩაზე ითამაშებდით სხვანაირად. ახლა თვალი გადავალოთ რა ხდება ონლაინ რუმებში. პირველი GG პოკერია. აქ კვლავ მიმდინარეობს Worlds Festival სერია 300 მილიონიანი გარანტირებული საპრიზო ფონდით. ეს სერია 8 ივნისამდე გაგრძელდება და მისი მთავარი პლუსი ისაა, რომ აბსოლუტურად ყველა ლიმიტის მოთამაშისთვისაა ხელმისაწვდომი. ტურნირის ბაინები იწყება $3-დან და ადის $10,000-მდე. ასე რომ მიკროლიმიტებს თამაშობთ თუ high rolls, თქვენს ფორმატს აქ აუცილებლად იპოვით. პარალელურად ჩვეულ რეჟიმში გრძელდება რეგულარული ტურნირი party poker-ზე და coin poker-ზე, სადაც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი მოთამაშე ემატება. აჭარბეძე დაიწყო ახალი სერია Warmack Bounty, სადაც უკვე მიდის სერიოზული ტურნირები. 6 ივნის არის მთავარი ივენთი, სადაც გარანტირებული საპრიზო ფონდი $200,000-ია. პირდაპირ ბაინით დაჯდომა $240 ღირს, თუმცა თუ ბანკროლი არ გიწყობთ ხელს, ყოველდღე მიდის სატელიტები, სადაც შეგიძლიათ სულ რამდენიმე ლარად მოიგოთ მთავარი ტურნირის ბილეთი. დღეისათვის სულ ეს იყო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაცემის მაღალ დონეზე მომზადებასა და ვიზუალურ გალამაზებაში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა სტუდია Lane. ამ სივრცის მთავარი მომხიბლელობა და პლუსი იმაშია, რომ ის სრულად ტრანსფორმაციას განიცდის, ზუსტად ისე, როგორც დამკვეთს ჭირდება. აი მაგალითად, ზუსტად ამ კედლებში იწერება ისეთი განსხვავებული პროექტები, როგორიც არის CHCD პოდკასტი, B+-ი და Beauty Talk.
თუ დააკვირდებით, სამივე გადაცემას აბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდუალური ვიზუალი და ხასიათი აქვს. მოკლედ, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. და მიხარია, რომ Ace-ის პოდკასტიც ამ ოჯახის ნაწილია. შემდეგ ორშაბათსა ტრადიციულად ზუსტად ამ სტუდიიდან გავაგრძელებ მსოფლიო ჩემპიონატის, ანუ WSOP-ის ისტორიას და მოგიყვებით რა მოხდა Money Maker-ის ეფექტის მერე მსოფლიო პოკერში. და რა თქმა უნდა, გვექნება სიახლეები ლას-ვეგასიდან. ასევე მინდა შემდეგ ეპიზოდში გადაცემის ერთი ნაწილი მთლიანად თქვენს კომენტარებს დაუთმო. პირდაპირ ეთერში წავიკითხო და ყველა სათითაოდ გავცე პასუხი. გახსოვდეთ, პოკერში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ გრძელვადიანად მაინც თქვენი სწორი გადაწყვეტილებები იგებს. მომავალ ორშაბათამდე